გენდერული ძალადობის წინააღმდეგ აქტივიზმის 16 დღიან კამპანიას მშვიდობიანი აქციით ზუგდიდით შეუერთდა, რომელიც 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით მთელი სოფლიოს მასშტაბით მიმდინარეობს. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, რომლებიც დღეს ზუგდიდით ცენტრში ბულვარის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ, დაგმეს ძალადობა. მათი თქმით, აუცილებელია საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება და მოხდეს ძალადობის პრევენცია. ამასთან აქციის მიზანი იყო საზოგადოების გაერთიანება ქალთა მიმართ გახშირებული ძალადობის წინააღმდეგ. დღევანდელი აქციის ძირითადი სლოგანი იყო ქალზე ძალადობა დანაშაულია. გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ. ძალადობა ისჯება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ამ პრობლემის ირგვლივ საუბარი მასობრივ ხასიათს იღებს, მაინც რჩება საზოგადოებაში გარკვეული ნაწილი, რომელიც აღნიშნულ მოვლენას, როგორც სოციალურ პრობლემას არ აღიქვამს. თუკი ჩვენ მოქალაქეები გავერთიანდებით და ყველა თავის პროფესიულ მოვალეობას სათანადოდ შეასრულებს, ვთვლი რომ ჩვენი წვლილი შეტანა შეგვიძლია ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრისა და ასევე გენდერული თანასწორობის საქმეში. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა კანონი არსებობს ქვეყანაში, რომ ეს დანაშაულია, ეს აუცილებელია. ამისათვის სახელმწიფომ ძალიან ბევრი რამის გაკეთებას შეძლებს, თუ ნება იქნება. პირველ რიგში ეს არის, რომ ისევ სამუშაოა ცნობიერების ამაღლების კუთხით, უნდა იყოს რადიო გადაცემები, უნდა იყოს პრესაში არაერთი სტატია გაჟღერებული, დაწერილი ამასთან მიმართებაში და ერთად დგომით ყველა სექტორმა უნდა ვიმუშაოთ ერთად. მიმართავ ჩვენთან მოქალაქეებს, რომ ხელი აიღონ ძალადობისგან. ზუგდიდში სამწუხაროდ ბევრჯერ დაფიქსირდა ქალის მიმართ ძალადობის ფაქტები, საკუთარ გახმაურებული ფაქტებიც გვახსოვს, თუმცა სასურველია, რომ თითოეულმა ადამიანმა კარგად გაიაზროს, რომ ყოველ დაუშვებელი არის ნებისმიერი ძალადობა და მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობა. პარალელურად ფონდი სოხუმის თაოსნობით ქალთა მიმართ ძალადობა გააპროტესტეს კინოთეატრ ატრიუმის წინ. შეკრებილების განცხადებით, კამპანია ბოლო 5 წელია ხორციელდება სლოგანით სახლში მშვიდობიდან მსოფლიო მშვიდობამდე. აქციას აკეთებს ფონდი სოხუმი, ეს ძალისხმევით მიმდინარეობს ხოლმე ეს აქცია. უერთდებით მსოფლიოში ყველა იმ მოსაზრებას, რომ შორს იყოს ძალადობა ქალებისგან. ქალთა მიმართ ძალადობა აქტუალურია მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში, როდესაც მამაკაცის მენტალიტეტი ისეთია, რომ თვლის ოჯახში უფროსია და ყველაფრის უფლება აქვს. ძალადობის მსხვერპლი არა მარტო ქალი, არამედ ბავშვიც არის ამ შემთხვევაში, რომელიც ხედავს ყოველდღიურ კონფლიქტებს ოჯახში და გამოსავალი ისევ ალბათ იმაშია, რომ ქალი გააქტიურდეს და ხმა მოიღეს, მაგრამ სახელმწიფოც უნდა იყოს მზად იმისთვის, რომ აქტიური ქალი მიიღოს. გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1999 წლის 17 დეკემბერს 25 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრვის საერთაშორისო დღედ გამოაცხადა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ყოველი 3 ქალიდან 1 ცხოვრების განმავლობაში სულმცირე ერთხელ მაინც გამხდარა ფიზიკური შეურაცხყოფის ან სხვა სახის ძალადობის მსხვერპლი გენდერული ნიშნით. ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრვის მსოფლიო დღით იწყება 16 დღიანი კამპანია, რომელიც სრულდება 10 დეკემბერს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს.